988 წელს ერთ-ერთი ვიკინგური წარმოშობის ტაური, რომელსაც სხვა შორის ქვია უკვე პირველი სლავური სახე, უბრალოდ მანამდეც ხდება სვიატოსლავი, მაგრამ რასაც ქვია პირველ თავიდან არის წმინდა ვიკინგური სახელები, ოლგა, ოლეგი, ოლეხი, იგორი, იხარი, რიურიკი და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე ჩდება მართლაც მე-10 საუკუნეში სლავურ სახელი ვლადიმირი. და ვლადიმირ ლამაზზე ესეთი ზეწოდება ჰქონდა 988 წელს ოფიციალური რუსული წყაროებით აკრისტიანებს რუსეთს. ხე ერთი სიტყვით ამ წყაროებსაც შევეხები, რომ ეს წყაროები არის ვერანაირად ვერ იქნება მე-12 საუკუნის მიწურულზე უფრო ადრინდელი. არის მე-13 სავარაუდოდ, თუმცა ხანმოწერები გვაქვს მე-14, მე-16 საუკუნეების და აქედან გამომდინარე იქ თარიღების სიზუსტეზე ლაპარაკი და ალბათ ცოტა არასერიოზულია, იმიტომ რომ სხვა წყაროებით ამ ყოველივეს გადასწორება ძალიან გვიჭირს. და აი რა ხდება? ქრისტიანდება კიევი, ქრისტიანდება ეს რუსის სამთავრო. და მოდით ვთქვათ, რომ ენობრივად ის ნამდვილად სლავურია. ნამდვილად სლავური. სხვა შორის ესეც ვიკინგებისთვის ძალიან დამახასიათებელია, იმიტომ რომ ვიკინგები მიდიან ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და ძალიან იქ აყალიბებენ ნორმანდიის საჰერცოგოს და ძალზედ სწრაფად მალე ისინი ხდებიან ფრანგულენოვანი. სამხრეთ იტალიაში მიდიან თქვა სიცილიაში ფერცი კიდებენ და ხდებიან ლათინურენოვანი და იტალიურენოვანი. ბიზანტიაში მოდიან და ბერძნულენოვანი. ეს მათი თვისებაა. სადაც მიდიან იქაურ ქუდს იხურავენ. ის კი არა შოტლანდიაში მიდიან და შოტლანდიურენოვანი ხდებიან. თქვა და ხა არის ვერსია რომ სტიუარტები შეიძლება ეგენიც კი ვიკინგური წარმოშობის იყოს. ძალიან დიდი პროცენტი იყო სხვა შორის ევროპულ არისტოკრატიაში. ვიკინგური ფენომენი და სხვა შორის ჯვაროსანთა შორისაც ასე რომ აქ არაფერი გასაკვირი არ ეხა. ვიკინგებზე არ უნიჟელებთ, უბრალოდ არის ვიკინგური პერიოდი რუსეთის ისტორიაში ცალსახად. ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 საუკუნე. მაგრამ მე-12 საუკუნის შუა პერიოდში ერთ-ერთი თავრის შვილი, ანუ როგორც თქვი, ეს თავრები ხან ერთია, ხან მეორეა, გვარში უფროსი ირჩევენ. ერთ-ერთი ესეთი იყო ვლადიმერ მონომახი. ახლა ეს მონომახის კუდი კიდე ცალკე გასარჩევია, იმიტომ რომ ეს აშკარად მონღოლების კუდია და არანაირად არ შეიძლება ეგრეთ წოდებული მონომახის კუდი იყოს ბიზანტიური კუდი, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლში ანალოგიური დათბუნული კუდი კაცმა რო თავზე დაიხუროს, ალბათ ტვინის ანთება დაემართება ძალიან სწრაფად და ცით კუდს ვერ გადაურჩება, გამორიცხულია, მოკლედ ეს დადგენილია, მითია რომ ეს მონომახის კუდი და იმპერატორმა გამოუგზავნა თვითონ კონსტანტინე მონომახი იყო ძალიან დაბიო წარმოშობის, ზოიას ერთ-ერთი ქმარი და მის ნათესაობაზე კიდე საუბარი და შესწავლა ბიზანტიური წყაროებითაც ჭირს. და რომ შესაძლოა იყო რაღაცა ნათესავი დედით კიევის თავარი. კი ბატონო ვიკინგებთან ხდებოდა და ნათესავება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავდა. მისი შთამომავალი შვილი იური დოლგორუკი, რომელიც აი ფინელებით დასახლებული ტერიტორიის ათვისებას იწყებს. და იქ ერთ-ერთ სოფელს, ფინურ სოფელს, სახელად მოსკოვს, რომელიც ტერმინს ფინურია და მოსახლეობაც ფინურია, შემოარტყავს კედელს, ხის კედელს, კრემს და აი მოსკოვის ისტორია 1147 წლიდან იწყება. ხა კითხავს და მაყურებელს გავახსენოთ, ეს ის პერიოდია, როდესაც დავით აღმაშენებელი უკვე 22 წელს გარდაცვლილი. როდესაც პირველად, ასე ვთქვათ, რაც არც თუ მაღალი განვითარების, მაგრამ თუნდაც ვიკინგურ სლავურენოვანი ვიკინგური ცივილიზაცია მიაღწევს იმ ადგილამდე, რასაც ეწოდებოდა მოსკოვი. მაგრამ ძალიან მალე ჯერ იური თვითონ. მერე მისი შვილი ანდრია ბოგოლოვსკი, სხვა შვილებიც, რომელთა ჩამოთვლაც შორს აგვიყვანს, იმიტომ რომ იქ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მრავალი შვილი ყავდა. უბრალოდ ყველაზე ცნობილი იყო ეს ანდრია ბოგოლოვსკი, სხვა შორის თამარ მეფის ქმრის, პირველი ქმრის მამა და ვსევოლო დიდბუდე. მათ შორის იყო მამა-შვილის შორის, ასაკი შეიძლება იყოს 15 წელზე დიდი ძმებს. და უფრო პატარა ძმებიც ყავდა და უფრო დიდი ძმებიც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ორი ყველაზე ცნობილი პერსონაა. იწყებენ ამ ფინური ტერიტორიის ათვისებას. ანუ, რასაც შემდგომში მოსკოვია უნდა დაერქვას და მაშინ დაერქმება ვლადიმერ სუზდალის სამთავრო. მე-12 საუკუნის მიწურულიდან ჩნდება ესეთი ვლადიმერ სუზდალის სამთავრო, რომლის ტერიტორია მთლიანად თანამედროვე რუსეთის, ასე ვთქვათ, ევროპულ ნაწილშია მოქცეული და მისი ტერიტორიას არ აქვს შეხება, არ მოიცავს არც ბელორუსს და არც უკრაინის ტერიტორიას. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ მთავრად
მათ შორის აი აქ ვლადიმერ სუზდალში გადასულ რიურიკოვიჩებში ციტულებიან კიევის დიდი მთავრები. და ეს პროცესი გრძელდება მე-13 საუკუნის 30-იან წლებამდე, როდესაც ჯერ არის ცნობილი კავკასთან ბრძოლა პირველი გამოჩენა მონღოლების, როდესაც ჯებენ და სუბოდაიმ ჩვენთან იომეს და მე დარუბანდის გზით გავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ არის უკვე ცნობილი ბათო ყაენის ლაშქრობა. ჩვენ ვიცით რომ 30-დან 42 წლამდე მან ევროპისკენ ილაშქრა. აი სწორედ ამ პროცესში ხდება უკვე ძალიან მჭიდრო შეხება რუსულ სამყაროსა და მონღოლებს შორის. და აი პირველად აქ იმიჯნება ორ ნაწილად იყოფა ორი რუსული სამყარო. რა ხდება? 1228-42 წლები ეს არის ყველაზე ძაფრი პროცესი რუსული სივრცის ოკუპაციის მონღოლების მხრიდან. ეს არის როცა ბათო ყაენი და არა მარტო ბათო ყაენი, ჩინგის ყაენის არაერთი შთამომავალი ერთად იბრძვის ამ ტერიტორიას. და როგორც ვთქვით, ბალკანეთამდეც კი გადიან, მაგრამ იქ არ ემკვიდრდებიან და მერე უკვე ბრუნდებიან. და საბოლოო ჯამში თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბებენ ოქროს ურდოსი. და ფაქტობრივად განელ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია მთლიანად იყო პერიოდი, რომ წარმოადგენდა მონღოლურ სახელმწიფოს, ანუ 1240 წლიდან 1480 წლამდე ეს იყო ეგრეთ წოდებული ოქროს ურდო. დედაქალაქი მდებარეობდა ვოლგაზე, ხო, სარაიბერქე შემდგომში. და აი აქ ვაწყდებით რას? ის ზუსტად ამ პროცესში ორად იყოფა რუსული სივრცე. მოკლედ გარკვეული ნაწილი მთავრებისა თავს იყრის კიევში, არ ნებდება მონღოლებს და რამდენიმე თვის განმავლობაში ძალზედ სისხლისღვრელ ბრძოლებს აწარმოებს მონღოლების წინააღმდეგ და არიან ალიანსში კათოლიკურ სამყაროსთან, იგივე თქვა უნგრეთის მეფე ბელა მათ დახმარებას აპირებს, მართალად თვითონაც მარცხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი კიევი არის ალიანსში ევროპელებთან და ებრძვის მონღოლებს. ზუსტად ამის პარალელურად ვლადიმირის სამთავრო, რომლის სათავეში სევოლოდოს დიდბუდის ვაჟი იაროსლავი და მისი შვილები არიან, მათ შორის ალექსანდრე ნეველი, ურიგდებიან მონღოლებს, კისულობენ ხალხს, ეხმარებიან, ემსახურებიან და ებრძვიან ჯვაროსნებს, კათოლიკეებს, ევროპულ სამყაროს. ეს ცნობილი თქვათ ჩუდის ტბასთან ეგრეთ წოდებული ბრძოლა ალექსანდრე ნეველის 1242 წელს, ხა თქვათ ევროპული წყაროებითა და იგივე ჯვაროსნული ტევტონური ქრონიკით ეს იყო რაღაცა პატარა შეტაკება, სადაც დაიღუპა მხოლოდ 26 ჯვაროსანი. მართლაც ყველანაირმა არქეოლოგიურმა გათხრამ დაადასტურა, რომ არავით არის სერიოზული ბრძოლა არ შეიძლება მომხდარიყო 1242 წელს, იმიტომ რომ არც ტბის ფსკერზე, არც ანაპიროზე აბსოლუტურად არანაირი ნაშთი სერიოზული შეტაკების არ არის. თუ საერთოდ არავით არის ბრძოლის ნაშთი არ არის დარჩენილი და ხა 26 დაღუპულ თანამებრძოლს რამენაირად ტევტონები გადაასვენებდნენ, ცხადია. მაგრამ ის რომ იქ თქვა და არმია განადგურებოდათ, თქვა მონაწილეობა მიეღო ათასობით ადამიანს, ეს სისულელეა. ეს იყო პატარა რაღაც ავაზაკური ბანდიტური თუ რაღაცა, პატარა ჯგუფების თავდასხმა ერთმანეთთან და არავით არის სერიოზული, მაგრამ პრინციპია მთავარი. ვლადიმირის სამთავრო არის ქვეშევრდომი ყმა მონა მონღოლების პარტნიორი და ებრძვის ევროპას. კიევი არ ნებდება მონღოლებს, ებრძვის მონღოლებს და მეგობრობს ევროპასთან. აი პირველი ზღუდა ეს ხდება ზუსტად პარალელურად. იმ დროს, როდესაც კიევს იცავენ, თქვა, იქ ადგილობრივი სლავები თუ მათი მეტაური ვიკინგური წარმოშობის რიურიკოვიჩები, მიხეილ თუ სხვა ბევრი არაერთი, ამ დროს ვლადიმირის მთავრები ზუსტად იმ ხალხს ებრძვიან, ვინც კიევის პარტნიორია და ზუსტად იმ ხალხს ეხმარებიან, ვინც კიევის მტერია. ეს ფაქტია 1242 წლები. შესაბამისად უეჭველი იყო, რომ ამ მომენტიდან, აი ამ წამიდან უკვე მოდი თქვათ ვლადიმირის სამყაროს, რომელიც ძალიან მალე გადაიქცევა უკვე მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის სამყაროთ, იმიტომ რომ ვლადიმირის მთავრების ერთი შტო, სწორედაც რომ ალექსანდრე ნეველის ვაჟი და მერე მის შვილები დამკვიდრებიან ქალაქ მოსკოვში და ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულს ისინი მიიღებენ ხოლმე მოსკოვის მთავრები. ეს არის მონღოლეთის ნაწილი
და პრაქტიკულად ერთი სანოიონოთი. სხვა ჩვენს აი რომ აღურებას შევახსენებთ, რომ მონღოლებში სარდალს, გმირს უფრო ბაღათური ერქვა. ნოიონი იყო ამა თუ იმ ესეთი ტერიტორიის მართველი, რომელიც იგივე ნოინი ქართული წყაროებით, რომელიც აღმოჩნდა ჩინგისხანის სახელმწიფოში და შემდგომშიც, როცა მონღოლებთან დაქვემდებარებაში, რომელიმე თქვათ, სხვა დინასტიის ქონე ქვეყანა აღმოჩნდებოდა, მონღოლების აქმით ისინი ნოიონები იყვნენ. და რეალურად 1480 წლამდე ესეთი მოსკოვის დიდი სამთავრო თუ მანამდელი ვლადიმირის დიდი სამთავრო ეს იყო ერთ-ერთი მონღოლური ასე ვთქვათ ავტონომიაც კი არა პროვინცია რომელიც უბრალოდ რელიგიურად არ იყო არც წარმართი თავდაპირველად და მე როცა მონღოლები გამოსულმანდნენ არც მუსულმანური და გარკვეულწილად ქრისტიანობას რომელიც მე-10 საუკუნის ბოლოს გავრცელდა სლავთა შორის, აღმოსავლეთ სლავთა შორის, სხვა შორის ევროპელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლონი იყვნენ, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირელებს, ისინი უფრო გვიან გაქრისტიანდნენ კიდევ და ფინურ ტომებს. ეს იყო მოსკოვი. და თორემ სხვაგვარად პოლიტიკურად, სამართლებრივად, მეცაც ვიტყვი გარკვეულწილად კანონმდებლობითაც მონღოლური სივრცის ნაწილად გადაიქცა. ხოლო მეორე ნაწილი კიევი უკვე 1300 წლისთვის სრულიად გამოდის მონღოლების გავლენისაგან. კი ბატონო, მანამდე მონღოლები ხალხს იღებდნენ, არბევდნენ, მაგრამ ანუ იმ ბრძოლიდან რაღაც 50-60 წლის თავზე როგორც ჩანს, უკვე ევროპული წყაროებიდანაც გამოსულია, მაგრამ კიევი კი არ წინაურდება ყველაზე მეტად უკვე ეს მონღოლების 1240 წლის ომის შედეგად დანგრეული, არამედ ეგრეთ წოდებული გალიჩის სამთავრო, გალიჩ-ვოლინის სამთავრო, რომელსაც შემდგომდროინდელი ევროპელები უფრო იცნობდნენ გალიციის სახელით. ეს ეგრეთ წოდებული დასავლეთ უკრაინა, რომელიც სხვათა შორის არასოდეს არ შედიოდა მერე რუსეთის იმპერიაში და მხოლოდ 1939 წელს შემოიერთა სტალინმა. ეს ცნობილი პოლონეთის გაყოფის შემდეგ, ხო? ლვოვი და მიმდებარე ტერიტორია იყო ხან შეიძლება პოლონეთის, ხან ლიტვის სამთავროს ხელში, ხან საღვთო რომის იმპერიის, მაგრამ არა რუსეთის. და აი ეგ ტერიტორია იყო სწორედ ეს გალიჩ-ვოლინის ყოფილი სამთავრო და პირველად ევროპულ წყაროებში რუსეთის სამეფო სწორედ მე-13 საუკუნეში აი იმ დროს, როდესაც მონღოლებს დაემორჩილა ვლადიმირის სამთავრო და ანუ თავის მოსკოვით, ზუსტად იმ პერიოდში ცხადდება დამოუკიდებელ სამეფოდ კოროლის ტიტულით. რომის პაპიც და ევროპელი მონარქებიც დიახაც ცნობენ ესეთ რა ქვია როსის კოროლის ტიტულს. რომელიც ამ ტიტულით ანუ რუსების მეფის ტიტულს იღებენ გალიჩ-ვოლინის მთავრები, გვარდა თქმა უნდა ისინი რიურიკოვიჩები. ეს ერთ-ერთი განშტოება იგივე შტოსი, რასაც იგივე ალექსანდრე ნეველი წარმოადგენდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდიან. მიდიან დამოუკიდებლობისკენ და მიდიან ევროპისკენ. და კიევიც თავისთავად ცხადია და დანარჩენი უკრაინული მიწების დიდი ნაწილი მე-13 საუკუნის მიწურულს სწორედ აი ამ სივრცეში ხდება, ამ რუსეთის სამეფოს კოროლს, როგორც უწევ კარალევს თვას, ანუ სამეფოს ფარგლებში ექცევა და ძალიან მალე დინასტიური ქორწინებით აქ სათავეში მოდის ახალი დინასტია, ანუ ქალის მხრიდან გადმოდის, ეს არის გედიმინოვიჩების, ლიტვური დინასტია.